დასრულდა ორკვირიანი შეკრება ანტალიაში. ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო, ალბათ ბევრი რაღაცის მთქმელი თქვენთვის, გულშემატკივრისთვის, თვითონ ფეხბურთელებისთვის. თავიდან მოდი 1-2 სიტყვით შეაჯამეთ ანტალიური შეკრება და შემდეგ მე დეტალურად ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხებზე. გეთანხმებით ნამდვილად, რომ საკმაოდ სასარგებლო იყო ეს შეკრება ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის. ბევრის მომცემი, ბევრის თქმელი ალბათ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი ინფორმაცია მიიღეს ამ შეკრებაზე. დიდი რაოდენობის თუ რა სახის ფეხბურთი და როგორი ფეხბურთი გვინდა ჩვენ დაგვსურს, რომ გუნდმა აჩვენოს და ითამაშოს. ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვჩერდებით ვაგრძელებთ მუშაობას. უშუალოდ სუმალე გველოდება ოფიციალური თამაში 14-ში ეროვნულ ჩემპიონატში გაგრასთან. თუმცა ეს სამუშაო გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და მომდევნო პერიოდში. რაც შეეხება უშუალოდ ამ შეკრებას, ვიტყოდი, შეიძლება არც ისე სახარბიელოდ მოჩანს ის შედეგები, რომელიც გუნდმა აჩვენა. მე იმასაც ვიტყვი და დავამატებ, რომ თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი ჩემთვის. და ალბათ ეს ბუნებრივიც არის, სადღაც მე მესმის თუ რატომ რის გამო. და მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ კუთხით და იმ მხრივ, რომ და ვთქვით კიდევაც, რომ დიდი ინფორმაცია მივიღეთ, რაც შეიძლება დავეყნოთ, რომელ ფეხბურთელებს მეტად, რომელიც ფეხბურთელებს მეტი დრო უნდა მივცეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მიხვდნენ რაზეა საუბარი ლაპარაკი, არ გამოგვირიცხო, რომ ნაწილთან ფეხბურთელების კიდე მომავალში ისევ განშორება მოგვიწიოს. ამიტომ ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს გუნდში, როცა გუნდი დგება და საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა ძლიერი გუნდი მივიღოთ და იქითკენ მივდივართ. თქვენ კარგად თქვით, ეხლა რომ ფეხბურთელებმა გაიგეს, რა სიტყვით თქვენ, როგორ თამაშს სიტყვით თქვენ. მე მქონდა საშუალება ერთ-ერთ თეორიულ მეცადინეობას დავსწრებოდი, სადაც სწორედ იმ მონახაზზე იყო საუბარი, როგორ უნდა ითამაშოს ქუთაისის ტორპედო. ძირითადად ბურთის კონტროლი, რაც შეიძლება დიდხანს კონდეს ბურთი და რა თქმა უნდა შეტევაზე ორიენტირებული გუნდი. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ შედეგი რა თქმა უნდა არ იყო ისეთი, რასაც ვთქვათ, შეიძლება ველოდით ყველანი, თუმცა მე მახსოვს, რომ შეკრების დაწყების წინ თქვენი სიტყვები იყო, ჩვენ არ მივდივართ შედეგის საჩვენებლად, მივდივართ იმისთვის, რომ ვნახოთ მინუსები და პლუსები. ამ კუთხით რა თქმა უნდა ხა მე გულშემატკივრების გასაგონადაც ვიტყვი, რომ აქ არ იყო აქცენტი გაკეთებული, გინდა თუ არა თამაში უნდა მოგვიქო. თავარი იყო სწორედ ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ გამოჩენილი იყო ფეხბურთელების დადებითი და უარყოფითი მხარე. თქვენც დაინახეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენ დაინახეთ, სამუშაო ბრძანეთ, რომ ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. ალბათ გოლების მიხედვით 1-2 სიტყვით რომ თქვენ თქვა დაცვა, ავიღოთ დაცვის ხაზი. მე ვფიქრობ, რომ არც თუ ისე ვთქვათ, თუმცა ალბათ რაღაც მომენტებში თუნდაც იგივე ბრაშოვთან თამაშს თუ ავიღებთ პირველ თამაშს, უფრო კარგად ჩანდა ქუთაისის ტორპედო, ვიდრე ვთქვათ სიტყვაზე ბოლო თამაში. გეთანხმებით, პირველ რიგში ალბათ მე იმას ვიტყოდი და აღნიშნავდი და ამას ხაზგასმით ვიტყვი, ყველა ფეხბურთელმა, ხელმძღვანელმა, გუნდში მომუშავე პერსონალმა ყველა მიცის, რომ ჩვენთვის შედეგი უმნიშვნელო არ არის. თავისთავად ცხადია, რომ შეკრებაზეც თუნდაც ეს თამაში იყოს ამხანაგური და სხვა მიზნებს ვისახავდა, ჩვენ მაინც ვიტყობთ ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ თავდადებას და შედეგზე გარკვეულწილად ორიენტირებულები ვართ აუცილებლად. თუმცა მეორე მომენტია აქ, როდესაც თქვენ ნახეთ მომსწრებ ბრძანდებით იმისი, რომ ჩვენ ერთი და იგივე შემადგენლობით ვთქვათ, არც ერთ თამაში არ გვითამაშია. ჩვენ მრავალ პოზიციებზე გამოცადეთ სხვადასხვა ფეხბურთელები და არა ერთ პოზიციაზე და შეიძლება მათთვის ამ შემთხვევაში მიუღებელიც კი იყო ეს პოზიციები, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ საჭიროა ნახვა ამ ფეხბურთელების ამ თუ იმ პოზიციაზე. პლუს ამასთან ერთად ჩვენ ცოტა შორს მივდივართ იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რა მოთხოვნებსაც გუნდის და ფეხბურთელების წინაშე ჩვენ ვაყენებთ. ამასთან ერთად, თქვათ, იგივე ტაქტიკური ხასიათის, ტექნიკური, იგივე ფიზიკური კონდიციების სახით, ხო, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხასიათის თვისებებს.
იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია ჩვენი ის თამაში, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ვითამაშოთ. სწორედ რომ ხასიათის სიმტკიცესთან, გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ მდგრადობასთან ფეხბურთელების, ესე იგი ხასიათი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმ თამაშის ხარისხი, კი, რა თქმა უნდა. არა მხოლოდ ბოლომდე დახარჯვა, აქ არის სხვა რამეზე საუბარი. ჩვენ სვავთ საკითხს არა როგორ არ წავაგოთ თამაში, არამედ უნდა როგორ მოვიგოთ. ესე იგი ჩვენ უნდა შევქმნათ, ჩვენ უნდა მოვაბათ ჩვენი თამაში მოწინააღმდეგეს და ამას საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. თქვენ ახლა ბრძანეთ რამდენიმე ფეხბურთელმა რეალურად იგივე გურულის მაგალითი ჩვენ ვნახეთ, გურული ცენტრალურ ათამაშეთ თქვათ, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშა რამდენიმე ფეხბურთელის თქვათ იგივე მონაცვლეობა რაც თქვენ ბრძანეთ და თვითონ თამაშებში ამ ხუთივე თამაში სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზიც იყო თქვათ, როგორ ვითამაშეთ თქვათ 4-5-1, 4-4-2-ს ვითამაშეთ 3-3. ნუ ესეთი სიტუაციები და თქვენ როგორ ფიქრობთ ამ შემადგენლობით, ამ კონტინგენტით, რომელიც დღეს გვყავს ჩვენ ქუთაისის ტორპედოში. ყველაზე კარგად რა თქმა უნდა მესმის ვინ გვყავს მეტოქე და მეტოქეს უნდა მოვარგოთ თქვათ ის ტაქტიკა რომელიც მოგებას მოგვიტანს, მაგრამ თქვენი აზრით მაინც როგორ ფიქრობთ ამ გუნდს რომელი თამაში უფრო შეუძლია და რომელი თამაშისკენ უნდა ვისწრაფოდეს? წეგან თქვი და ეხლაც იგივეს გავამეორებ, რომ ჩვენ არ უნდა მოვერგოთ სწორედ თამაშია საქმე გუნდის მოწინააღმდეგე გუნდის თამაშს, არამედ ჩვენ უნდა მოვახვიოთ ჩვენი თამაში და უნდა ვაიძულოთ რომ მოწინააღმდეგე მოგვერგოს. ამიტომ ვახსენე მე ის ხასიათის სიმტკიცე. ის რომ ჩვენ ფეხბურთელებს უმრავლესობას ვინც გუნდში არის დღეს ირიცხება, ხო ფეხბურთის თამაში შეუძლიათ იგივე ტაქტიკური ხასიათის ვარჯიშებს ადვილად ითვისებენ, იგივე თქვა ტექნიკური აღჭურვა ამ ფეხბურთელების საკმაოდ მაღალ დონეზეა, ხო? თქვა ფიზიკური მონაცემის წამოწევა გარკვეულწილად შეიძლება, ხო? ეს ხასიათის გამომუშავება ცოტა რთული პროცესია, ამდენად აქაც საკმაოდ ეს უნდა კონდეს კი, თავისთავად ცხადია, ეს არის ბუნებრივი თვისებები ადამიანის, ამდენად ჩვენ აქაც ვაკვირდებოდით ფეხბურთელებს, თუ რომელი ფეხბურთელზე შეიძლება აქცენტები გადავიტანოთ მეტად, ვისი იმედი შეიძლება ნაკლებად გქონდეს, ასე რომ მე გავაგრძელებ იმას, რომ ეს არის პროცესი, როცა გუნდი დგება და ჩვენ მაქსიმალურად გვინდა ისეთ ფეხბურთელებს მოვუყაროთ თავი, ვინც მაქსიმალურად აკმაყოფილებს ამ პირობებს. ამ მოთხოვნებს, კი. ეხლა თავისთავად მე არ მინდა გვარები დაასახელოთ თქვენ, მაგრამ ალბათ იყო ფეხბურთელები, რომლებმაც გაამართლეს და ნახეთ, რომ თქვათ, ესენი მოერგებიან ამ პოლაფერს. თუმცა იყო ისეთ ფეხბურთელები, რომელთაც რეალურად თქვათ ვერ გამოაჩინეს თავიანთი ინფორმატიული ამ კუთხით თავისთავად ცხადია იყო, კი, მნიშვნელოვანია ძალიან ჩვენი გუნდისთვის. ვიტყვი კიდევაც რომ რამოდენიმე ფეხბურთელმა გაამართლა, რამოდენიმეში დავინახეთ საკმაოდ საინტერესო მოსაზრება ჩამოგვიყალიბდა მწვრთნელებს და ალბათ უნდა ვაცალოთ დრო მივცეთ იმისთვის რომ მათ კიდე გარკვეულწილად მოვჯობინდნენ ფიზიკურად უფრო გაძლიერდნენ და ამის შედეგად კიდევ ვნახავთ. კიდევ ამბობ რომ ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს გუნდში იმისათვის, რომ ჩვენ გუნდს ხვალდაზე კარგი მომავალი ქონდეს. თავისთავად ცხადია ხა როცა ქუთაისის ტორპედოზე ვსაუბრობთ, გულშემატკივარი ყოველთვის მომთხოვნია, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, სულ სწრაფიცა, იმიტომ რომ ძალიან უნდა ჩქარა მივიღოთ შედეგი. თუმცა ხა რასაც თქვენ ბრძანებთ და რაც არაერთხელი თქვა თქვენს პრივატ თქვენიდანაც და ნუ ისედაც ჩვენს ვითქვამს ბევრჯერ, რომ თუნდაც ეს სეზონი ჩვენ გვჭირდება მოსამზადებლად იმისი, რომ ხვალდაზე ჩვენ გვყავდეს ის გუნდი, რომელიც სწორედ ამ გულშემატკივარს უნდა ყველაზე მეტად რომ იყოს ის თამაში, ის ხარისხი და თუნდაც ის შედეგი. ამდენად ალბათ შეიძლება გულშემატკივარსაც უთხრათ, რომ ეს კიდევ რასაც თქვენ ბრძანებთ, მუშაობა და პროცესი გაგრძელდება 1 წლის მერე, 2 წლის მერე და 10 წლის მერე, რა თქმა უნდა, გუნდში სხვაგვარად ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება. თუმცა ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გვექნება ახლა რომელიც აქ. ფაქტიურად ბაზისი იმისი, რაც უნდა იყოს ხვალდაზე, დღეს იქნება. გეთანხმებით, ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ეხლა ჩვენ გვიდგას გარდამავალი პერიოდი, როდესაც ბევრი რამე ირკვევა, ჩდება მეტად უფრო არასტაბილურობა, ვთქვათ, გამოსვლაში. ჩვენ შეგვიძლია აქაც გამოვყოთ შეკრებაზე ჩატარებული თამაშები, რომლებიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშის ხარისხი მაღალი იყო იგივე ბრაშოვთან, ვთქვათ, და შეიძლება პოლონელებთანაც აშკარა უპირატესობას ფლობდით, თუმცა რეალიზება საგოლე მომენტების ვერ მოხერხდა ეს ცალკე სასაუბრო სალაპარაკო თემა ალბათ, მაგრამ
საერთო ჯამში და საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვაქვს მიზნად. ჩვენ შეგვიძლია მეორე გზით წავიდეთ, თუნდაც თქვათ შედეგზე ორიენტირებული შემადგენლობა გამოვიყვანოთ, ვათამაშოთ, მივიღოთ აქ დადებითი შედეგი, მაგრამ რა იმალება ამის უკან ვერ დავინახოთ და ამიტომ მე პირადად როგორც მწვრთნელს მირჩევნია, თქვათ, დავთმო შედეგი მით უმეტეს მე ვამბობ, რომ ეს არის ამხანაგური საკონტროლო თამაშები და გაცილებით მეტი ინფორმაცია სხვა კუთხით და სხვა მხრივ მივიღო. Absolutely გეტყვით, თქვენ ბრძანეთ, ჩვენ 5 თამაში ვითამაშეთ. ერთი თავიდანვე ჩანს ძალიან ესეთი ცუდი შედეგი, რომ 5 თამაში ჩვენ ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა, ორი ბურთი გავიტანეთ ორივე პენალტით. სამწუხაროდ უამრავი მომენტი ჰქონდა იგივე ბრაშოვთან, იგივე თქვა პოლონელებთან ჰქონდა ძალიან ბევრი მომენტი, სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. ამ კუთხით ყველაზე ნათლად ჩანს პრობლემა ალბათ. არა მხოლოდ ეს პრობლემა გვიდგას ჩვენ დღევანდელმა შეხვედრამ და მე ვიტყოდი ალბათ დღეს ყველაზე ძლიერი მეტოქე მოწინააღმდეგე გყავდა იმდენად რამდენადაც ახლა უკრაინული ფეხბურთი ცნობილია თავისი მჭიდრო თამაშით ეს გუნდია რომელიც ახლა იბრძვის დარჩენისთვის ლიგაში უკრაინის უმაღლეს ლიგაში და ეხლა ეს გუნდიც პრაქტიკულად ყალიბდება, რამოდენიმე ფეხბურთელი დაემატეს განათხოვრები დონეცკის შახტარიდან. ყავს რამოდენიმე ფეხბურთელი ჩამოყვანილი სხვადასხვა ლეგიონერი კიდევაც თუნდაც ჩვენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, საკმაოდ კაი გუნდია, სიმპათიური გუნდია, თუმცა საკმაოდ ხისტ ფეხბურთს თამაშობს, რასაც ჩვენ იშვიათად ვიღებთ ეროვნულ ჩემპიონატში და კი და ამდენად ამ ხრივაც ჩვენ დავინახეთ თუ ამ ჭიდრო ფეხბურთის თამაშით ჩვენ ვის მეტად შეუძლია თუნდაც აზროვნების მეტ გამომჟღავნებას ხედავთ ამა თუ იმ ფეხბურთელში ან ნაკლებობას რაღაც ტექნიკური, ტაქტიკური ხასიათის ნაკლებობებს სხვადასხვა ფეხბურთელებში. ესეც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ამდენად კიდევ ვიტყვი მე ცუდია თავისთავად წადია მარცხი, ცუდია ის რომ შედეგიანობა არ არის მაღალი, თუმცა აქ უფრო მეტი ხარვეზი ახლა დაცვაში თამაშის დროს გამოჩნდა, სადაც ჩვენ საკმაოდ დაცვის ხაზში საკმაოდ ცუდად გამოვიყურებოდით. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა აბსოლუტურად გეთანხმებით. ამდენი შეცდომა ერთად არ დაგვიშვიოთ, თქვა რაც დღეს იყო და იმდენი მომენტი არ შეუქმნია სხვა გუნდს. 14-ში თქვენ ბრძანეთ, ვიწყებთ უკვე ვაგრძელებთ უბრალოდ ეროვნულ ჩემპიონატს. თავისთავად ცხადია, როცა იმაზე გქონდა საუბარი, რომ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი, სხვადასხვა ფეხბურთელებს, სხვადასხვა ამპლუა მიუჩინდეთ და გამოჩნდა ვის რა შეუძლია და რამდენად შეუძლია თქვა. ანუ თუ დავალების შესრულება რამდენად კარგად ერგებიან იმ ადგილს, მოდი ამ კუთხით რო შევხედოთ, ეხლა თავისთავად ცხადია, გულშემატკივარი მაინც იმ მიუხედავად ამ შედეგისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იყო თქვა. კი ბრძანეთ თქვენ ყველა თამაშის მოგებას რა ჯობია, მაგრამ თქვა იდეა ფიქსება აუცილებლად ჩვენ ეს თამაში უნდა მოგებო, ესეთი დავალება არ ქონდა. თავარი იყო სწორედ ის, რაც თქვენ ბრძანეთ. გოლებს შორის ურთიერთ შეთანხმება მოხდარიყო. აი ამ კუთხით უკვე ჩემპიონატი მოახლოვდა, ჩვენ ფაქტიურად 10-ში ამხანაგურ თამაშს ვითამაშებთ ქუთაისში და შემდეგ უკვე ჩემპიონატის გაგრძე მეორე ეტაპის პირველი თამაში ველოდებ. თქვენ ჩამოგიყალიბდათ ბატონო გია მაინტერესებს თქვათ გარკვეული მონახაზი იმ ძირითად შემოქმედებისა, რომელიც უკვე მზად იყო. გეტყვით რომ ბირთვი არის ნამდვილად შეიძლება 2-3 ფეხბურთელის პოზიცია კიდე ბოლომდე არ არის ესე დაწყობით დაალაგებული. იგივეს ვიტყვი რომ ჩვენ კარგია რომ გამოვცადეთ რამოდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციაზე. ამასთან ერთად რამოდენიმე სათამაშო სქემა გამოვცადეთ და უნებრივია კიდევ ვიტყვი რომ გაგრძელდება ეს ყველაფერი ეროვნულ ჩემპიონატშიც. თავისთავად ცხადია რომ აქ უკვე ჩვენ ვალდებულებიც კი ვართ რომ შედეგზე აქცენტები გადავიტანოთ და სათამაშო ხარისხი უკვე აქედან მივიღოთ. აგასინოთ მეთქმა თავისთავად ცხადია არავისთვის არ იქნება ეს რვაში გასული ვართ, ვიცით უკვე იქ ძალიან დაძაბული თამაშები გვილის. ფიზიკურად გუნდი ნორმალურად ამომზადებული, ეს გამოჩნდება ალბათ ჩემპიონატის დასაწყისშივე და ამ ფონზე მაინც მინდა გულშემატკივარს მიმართოთ, რადგან ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ბოლო ჩვენ კიდე გვექნება ინტერვიუ ჩემპიონატის განახლებამდე, მაგრამ მაინც მინდა გითხოთ. რეალურად აი გულშემატკივარი გვისმენს, ჩვენი ერთგული კომაგი გვისმენს და შეგვიძლია უთხრათ, რომ მაინც იმედიანად უნდა იყვნენ, სხვაგვარად არ იქნება, გუნდი მიდის სწორი მიმართულებით, ნაბიჯ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში გამახსენდა
ლინკოლნის სიტყვებია მივდივარ ნელა, მაგრამ არასდროს მივდივარ უკან. ჩვენც მე მგონი ნელა მივდივართ. იმედი მაქვს, ჩვენ აღებული გვაქვს ერთი კურსი, ეს მე მინდა კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ესმის, რომ ეს ერთი ხელის მოსმით გუნდი არ კეთდება, არ შენდება და ამაში თანადგომას გზნობ. ერთი მეორე იმასაც ვიტყვი, რომ გულშემატკივრებს ამას წინათ ჩემი გამოსვლის დროს თხოვე მოთმინება. ყველამ უნდა მივიღოთ ეს, რომ აქ შენდება გუნდი ძლიერი, კარგი და მე მინდა იმ გულშემატკივრებმაც მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში. ის რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათთან ერთად და მათ ერთი რამე მოეთხოვოთ გუნდთან გვერდში დგომა გამოხატონ მაქსიმალურად. აი ეს იქნება მათი თანადგომა, გვერდში დგომა, იგივე თამაშებზე დასწრება. კიდევ ვიტყვი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია წაგება, რა თქმა უნდა, სასიხარულო მოგება ყოველთვის, მაგრამ თუნდაც გუნდი დამარცხდა, გუნდის ნებისმიერი წევრი, ფეხბურთელი მით უმეტეს, უნდა გზნობდეს, რომ გულშემატკივარი გვერდში უდგას და ამით არ ბევრი არ გადამწყდარა რაღაცა, სასწაულია და მართლაც კი ნაბიჯ წინ მივიწევთ. გიმარჯვეთ ხმერთმა და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარის ანალოგიურად ნაბიჯს გადმოდგავს გუნდისკენ, იმიტომ რომ მართლა ნელა მივდივართ წინ, მაგრამ თავარია რომ წინ მივდივართ და მოთმინება ეყოფა ყველას იმისთვის, რომ საბოლოოდ ერთად გავიხაროთ და მოვიგოთ ის, რაც უნდა მოვიგოთ. დიდი მადლობა. მადლობთ.